რაც არ უნდა გინდოდეს ცხოვრებაში, სულ გახსოვდეს ერთი რამ რო არსებობს. ანუ ყველაფერი შენთვის უკვე არის მზად. იქნება ეს $10,000 თვეში, ონლაინ ბიზნესი, იქნება ეს რაღაც ნებისმიერი შიშის გადალახვა, რომელიც უკან გხევს ცხოვრებაში და იცი რომ ამ შიშის მიღმა არის შენი ოცნება. ესეც მზად არის შენთვის. გეტყვი ვიდეოს ბოლოს თუ რა უნდა გააკეთო ამისთვის. ნახე, იქნება ეს მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო. შენ საოცნებო ადგილზე ცხოვრება, გავლენიანი მეგობრები, არაჯანსაღი მოშორება, რაც ასევე გწევს უკან, რაც აზიანებს შენს სხეულს, აზიანებს შენს აზროვნებას. ანუ ეს ყველაფერი, ანუ შენი საოცნებო სხეული, შენი საოცნებო აზროვნება, საოცნებო ჩვევები, რომელიც გინდა რომ გქონდეს და მუდმივად იწყებ ორშაბათიდან, ეს ყველაფერი შენთვის უკვე არის მზად. ძალიან ბევრი ადამიანი გეტყვის, რომ ამისთვის საჭიროა მოქმედება და სწორიც იქნება, მაგრამ არსებობს კიდე ერთი რამ, რაც უნდა გააკეთო, სანამ აი ეს პროცესი დაიწყება. ეს არის მდგომარეობის შეცვლა. თუ შენ იწყებ მოქმედებას მძიმე მდგომარეობიდან, იქნება მძიმე შედეგები. ალბათ გაგიგია უკვე ეს ფრაზა, მაგრამ აი ესე შეხედე, ხო რა მდგომარეობა. მდგომარეობის შეცვლა შეგიძლია ზუსტად ერთ წამში. იმ წამში, როგორც კი შენ მიიღებ გადაწყვეტილებას ეს მდგომარეობა შეცვალო. კიდევ ერთხელ, მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე მოქმედება მიგიყვანს მძიმე შედეგებამდე. სწორი მდგომარეობიდან გამომდინარე მოქმედება მიგიყვანს სწორ შედეგამდე. ანუ ყველაფერი არის შენი განზრახვა. ნახე, ეს მდგომარეობა იცვლება შენი განზრახვიდან. მაგალითად, თუ ახლა იხდი ქირაში 500 ან 700 ლარს, შენ განზრახვა გაქვს, რომ ყოველ თვე 500-700 ლარი უეჭველი გექნება იმისთვის, რომ გადაიხადო ეს ქირა. ანუ უკვე გადაწყვეტილი გაქვს, ანუ უკვე მდგომარეობა გაქვს თავში, რომ ამას გააკეთებ. ზუსტად ასევე, შენი განზრახვა და შენი მდგომარეობა უკვე გადაწყვეტილი უნდა გქონდეს, რომ თვეში შოულობ $10,000. მაგალითად, რომ უკვე 700 ლარს კი არა, უკვე ცხოვრობ $1,000,000-იან სახლში. ესეც არის მდგომარეობა. თავისით ეს მდგომარეობა არ მოდის. ეს არის თავიდან ბოლომდე შენი გადაწყვეტილება. ამიტომაც ყველაფერი მზად არის. თავარია როგორი მდგომარეობიდან მოქმედებ და მდგომარეობის შეცვლა შეგიძლია ზუსტად ერთ წამში. წარმატებები.